მე რაღაცებს ისე ავიღებ, რომ მე თქვენს ჭამოთ. ანუ ჭვიშტარი? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აჯებს სანდალი? რა თქმა უნდა. არა? და შენ ხორცი? ხაჭაპური? რა თქმა უნდა, კარგი. უკვე ჩამოყალიბდით რაც გვინდა. იცი რა არის, გადაცემის დროსაც უნდა ჭამო. მოდი შემაგარო გოგო. რამბები დაანთე. მოდი დაჯექი. როგორ ხარ? 4 წლიანი ტოქსიკური ურთიერთობის მე. ჩვენ ხო რაღაცნაირად ქალები ვერ ხვდებით ამ ტოქსიკურ ურთიერთობებში რომ ვართ. გონია რომ ეგ ნორმაა? გონია რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. თავგვაჯერებენ ამას. რაც და მე ხვხვენია რომ თქვათ რომ ეს არ არის ნორმა, იმიტომ რომ ამაზე რომ იწყებ საუბარს, რომ ეს ნორმა არ არის, მე არ მომწონს, როგორც მეკცევი პროტესტი როცა გაქვს. ამ ადამიანებს აქვს რაღაცნაირი ძალა, ანუ ადამიანებს გულისხმობ მანიპულატორ ადამიანებს, ტოქსიკურ ადამიანებს, რომლებიც გაჯერებენ. აი ნელ-ნელა იწყება დაჯერებას, რომ გეჩვენება. მოდი ადამიანებმა საკუთარი იდენტიფიკაცია შენ ისტორიასთან ახლა აი გვისმენს უამრავი გოგო ქალი, რომელიც შეიძლება იგივე გზას გადის და სულ არ ხვდება რა ტოქსიკურ ურთიერთობაშია. მოდი მოუყვეთ. რა იგულისხმება შენი ამბიდან გამომდინარე ტოქსიკურ ურთიერთობაში? სიმართლე გითხრა ოჯახის შექმნის მერე დაიწყო ეს ყველაფერი. პირველი იყო გამოხატულება ეჭვიანობა. მისი მხრიდან? მისი მხრიდან. ალბათ ეს მე მეგონა რომ ეს იყო სიყვარული რა. არა რეალური ეჭვიანობა, მაგალითად არსად გაშვება, სამივლინებაში არ გაშვება. ალბათ ხო შეიძლება ვიღაცას გადაებადოს კითხავი იყო რა მეძინაპირობა? არა. ხო. არაფერი. არგუმენტი იყო რომ სხვას არ ვენდობის. პირველი ფრაზა რაც უნდა იცოდეს ყველა ქალმა. ქალმა რით უნდა სიგნალი. ანუ აი სხვას არ ვენდობი, შენ არაფერს არ იზამ, სხვა იზავს. არც ისეთი ჭკვიანი არ ხარ, ეხლა რომ მივლინება რამე შეცვალო შენს ცხოვრებაში, ანუ კარიერაშიც ნელ-ნელა ფარულად ხელი შეშლა. ანუ ეჭვი უნდა შეგაპარინოს საკუთარ თავში. თუ არა ისეთი კარგი, შეგიძლია თუ არა ამ ყველაფრის კეთება, ხარ თუ არა ლამაზი. ანუ სილამაზეზე რატო? სილამაზეზე მაგალითად ყველა ადამიანს არ აქვს ერთიანი მეტაბოლიზმი, ხო? შეიძლება რაღაცნაირად ზონაში იმატებდე, ან აკონტროლებდე. აი ეს კონტროლიც კი იყო ვისთვის. ანუ ვისი ბრანჭები, ანუ არ. მე იყო რაღაცნაირად აი ჩემთან ერთად შედარება მაგალითად სხვა ქალების მიმართ. აი როგორ? აი მე მიყვარს ალამაზე ქალები და ყოველთვის ვამბობ, ანუ არ თრგუნავს რა, იმიტომ რომ ხვდები ვეუბნები რა ლამაზი ხარ, გიჟდები ლამაზ ქალებს. მიყვებები მე რაღაცნაირად უწუხელი ვარ. ანუ ეს ჩემს არ იყო დამთრგუნული თავიდან რა, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი, მეგონა უბრალოდ ისიც ჩემნაირად აღიქვამდა სილამაზეს. აი მე პარალელის გავლება რომ აი რო გახდე, ეხლა ცოტა მოიმატე უკვე, რო გახდე, კარგი იქნება. ხო, მაგრამ ვერ ვიკლებ, იმიტომ რომ სტრესში ვარ, არ ვარ ბედნიერი, ჩემი ორგანიზმი განგაშშია, იმიტომ რომ აკნე მაქვს, იმიტომ რომ სინათლის სწრაფით ვიმატებ, იმიტომ რომ სტრესში ვარ, არ ყოფნის ეს სიყვარული. სიყვარულის ყოფნა კიდე ძალიან სუბიექტურია რა, მე შეიძლება არ მეყოს და ვიღაცა მეტი ვერ გასცეს, მაგრამ ერთი დღე კარგად რომ მეკცევი და რომ მეუბნები რომ მე კარგი ვარ და მეორე დღეს რომ საერთოდ გონია რომ ჩრდილი ვარ. ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ნელ-ნელა მივხვდი რომ ყველა ქალი იყო ჩემთვის რაღაცა საფრთხე, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ქალის მიმართ ჩენდა ინტერესი. მე არ ვარ ქალთმოძღვრული და არ ვწყობილ ვარ არასდროს პირიქით. მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი რომ ყველა ქალში ვხედავდი რაღაცას, რაც მე რატომ მაყავ, ამას ვფიქრობდი რა არის ისეთი, რაც მე არ მაქვს. 4 წელი ვიტრიალე ერთ წრეზე. მივხვდი რომ იწყებ ანუ ობსესია გაქვს. ამასობაში მასზე რო ხარ თავიდან ბოლომდე მიჯაჭვული, თან იცი რომ ეს არ არის ჯანსაღი, არ მოგწონს. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა იცით, გაგიჩენენ მიჩენ და განცდათ, მოდი ეს ვისაუბრებ, რომ არ გაძლევდი იმას ამდენი საჭირო. ყოველს პირდაპირ კი მეუბნებოდა, აი რაღაცნაირი იყო, რომ მე ვაიცოლე, რომ ასე მოქცეულიყო. მე ვიყავი ამ ყველაფრის წინაპირობა და ემოციური ხარ. გასლაითინგი იყო რა, ნელ-ნელა მაჯერებდა ყველაფერს. როგორ გიხდება ეს კაბა პირობითად. მე ვთქვი შეიძლება დაითქვა, რომ ამას გავხარ აი რა. ისა
ესეც ცოლკმა შორის შეყარებულებს შორის არის რომ რაღაც არ გიხდება. ეს ძალიან ჯანსაღია რომ შენ მითხრა მე რა არ მიხდება, მაგრამ ფორმა და რატო აკეთებ ამ ყველაფერს რომ მართო. იმიტომ რომ სადღაც ვეღარ მერევი, სადღაც არის ცნობიერშიც რომ შენზე ძლიერი ვარ და შენ ჩემი დომინანტობა გთრგუნავს, იმიტომ რომ თავის დროზე შენ ეგო ვერ შეივსე და ჩემით იკვებები. ეს არის პირველი. იმიტომ რომ მე ვიყავი მისთვის ადამიანი რომელიც აჩერებდა რომ კარგი ტიპი იყო. ყვებოდა იმარტივად რა გიხსნათ იქამდე მოდი ტექნიკურად ხსნი რა მოდიოდა მაშინ როცა შიოდა სულიერად მე ვაჯერებდი რომ კაი ტიპი იყო მე ვაჯერებდი რომ ყველაფერი შეეძლო მე ვედექი გვერდით და მეთვლიდი რომ კიდე საკმარის არ ვაკეთებდი რომ გვერდით ვედექი ეს გამოიყვებებოდა წავიდოდა მე სრულიად მშიერს ცარიელს მენტალურად ვიტოვებდა და როცა რაღაცნაირად საკვები ენერგეტიკული ჭირდებოდა ბრუნდებოდა ეს თანაცხოვრები და რამდენ ხანში დაიწყო მალევე დაახლოებით 3-4 თვეში უკვე გამოჩნდა რაღაც პატარა ნიშნები. ეს მეგონა ჩვეული ნორმა. აი მაგალითად, როდესაც კომპლექსის ჩამოყალიბება იწყებოდა, შფოთვა იწყებოდა, თვითშეფასება, არარსებული პანიკური შეტევები ამას არ მოეტანა, უძილობა გექნებოდა. მე სულ იმაზე ფიქრი გექნებოდა, რომ ყველა გჯობია, ყველა ქალში საფრთხეს დაინახო და აი რაც თქვი, ახლა ეს არის აი ძალიან გამოხატული სიმპტომები. დაიწყე თუ არა მასთან ამაზე დიალოგი. რო შენ არის მტრევა იყო აზრი არ ქონდა. მე პირველ რო გეცადა რომ აი შენ როგორ იყო კომუნიკაცია, როგორ არის მე ვკითხულობდი, სანამ აი კარგად გავხდებოდი ჩემ გაგზავნილ მესიჯებს. ყველა ტექსტში არის რაღაცა გადარჩენის სურვილი, რომ სპორტი გადარჩეს, რომ დავაჯერო, რომ მე არ ვარ ცუდე, მე არა საკმარისად კარგი არ ვარ, მე კარგი გოგო ვარ. მე ერთგული ვარ, მე ყველაფერი შემიძლია. ყველაზე დიდად მაშინ დაიწყო სტრესი და პანიკური შეტევები. ეს პანიკური შეტევა კიდე ძალიან გამიჯნულია შფოთვასთან, შფოთვასთან და მე შფოთვა იყო, როცა ან ჩვენმა ტვინმა აღიქვა უარყოფა და ყველა ქალის ტვინი უარყოფათ აღიქვას, როცა ღალატი. როცა უარყოფენ და მიდიან სხვა ქალთან. პირველი იმას კი არ იწყებ, რომ იმის ფიქრს, რომ ჩვენ უბრალოდ საერთო ენაზე ვეღარ ვსაუბრობთ და იმის ფიქრს რომ შენ ცუდი. იმის ფიქრს იწყებ, რომ ის ვიღაც გჯობია. არასაკმარისად კარგი. ან არ მიეცი იმდენი რაც საჭირო, რაღაცა გავშ. ჯაჯმენტი იწყება მაშინ. ძალიან განიკითხავ საკუთარ თავს, იმდენად განიკითხავ, რომ საკუთარი სხეული აღარ მომწონდა. ვერ გავდიოდი ქუჩაში. აი იმ პერიოდში, როცა ეს იყო უარყოფა, ახალგაზრდა ობიექტებში ვერ შევდიოდი. ანუ ვიხრჩობოდი, ძალიან ვსწრაფობდი. მეგონა რომ ყველა მიცოდა რომ უარყოს. მეგონა რომ ყველა მიცოდა რომ მიტოვებული ვიყავ. ამას ახლავს პლუს ის, რომ ამ შენ თავი გეცოდება. მე მეცოდებოდა ჩემი თავი, იმიტომ რომ მე მინდოდა თავშესაფარი. მე მინდოდა რომ ვიღაც ეთქვა რომ რა ცუდია ესე რომ მოგექცენ. და რომ არავინ არ იყო საბოლოო ჯამში, არავინ შეგვიძლია მომჩეს მეგობრებს. ხო, მესმის. მე მეცოდებოდა ჩემი თავი. და როგორც კი ვიწყებდი რაღაც мотиваციას რომ კარგად გამხდარიყავი, ხვდებოდი რომ ერთ წრეზე ტრიალებდი. ერთ წრეზე ტრიალებდი, იმიტომ რომ რა იყო ეს წრე? აი რომ ამიღწერო. აი მაგალითად 10 დღე ვიწყებდი სწორყვებას, ვიწყებდი რაღაც კარგ ხასიათზე ხელოვნურად ყოფნას, გადატანას ყურადღების და არ ვაძლევდი ტვინს სხეულს იმ საშუალებას, რომ გამომიგოვო, უნდა გამოიგოვო. არა აქ ფორმას მნიშვნელობა შენ როგორც გინდა, ისე უნდა გამოიგოვო, იმიტომ რომ უნდა გამოიგლოვო საკუთარი თავი რომ გიღალატეს, თუ უნდა გამოიგლოვო რომ დაკარგე, თუ უნდა იგლოვო. რა შენ აი შენ რა გამოიგლოვე? მე გამოიგოვე ის თათუკა რომელიც დავკარგე. ეს დათუკაოდეს მე არსებობდა? ესეთი არ იყო, მაგრამ პოტენციალი ქონდა რა, ძალიან კარგი გოგო იყო, მხიარული, წარმატებული, მუშაობდა კარგად. თვითდაჯერებული იყო. აი ის თქვა მინდა რომ ამ პერიოდში მივხვდი რომ ის რაც ვიცოდი იმის აღარჯეროდა. ანუ საკუთარ თავს გლოვობდი. საკუთარ თავს და რა იმას რომ იმედგაცრუებული აღმოჩნდი. არ მინდოდა. სიმართლე რო გითხრა ბოლოს, აი როგორც კი ხალატი წამოვიდა და უარყოფა, რა თქმა უნდა რომ როგორ გავუმკლავდი ღალატს? ეს უნდა გკითხვა, იმიტომ რომ ეს ძალიან აქტუალური პრობლემაა. შორის მეგობრებს მე თან მქონია აგრესია. ხო. საკუთარ თავზე მქონდა რომ რა მაკლია ისეთი რომ მე წავიდნენ ის სამაკეთო. მაკეთ წავედი, კი. მე ალბათ ამოდრო აი ალბათ სტრესის ფონზე რა ზონაში მოვიმატე, ალბათ კარგად რო ალბათ რო ახალ მუშაობ, იმიტომ რომ საჯარო სამსახურში მუშაობდი, რაღაც ხელშეკრულება აღარ გამიხსნა და უცბად აღმოჩნდი ნოლზე. არა სამსახური, არა პირადი, არა
არაფერი. ჩემი სახელი და გვარი, რომელიც ჩემთვის მე მიყვარდა თათუკა ჩაჩქურა და ვიყავი 11 წელი PR მარკეტინგში, იმის თვითრწმენას გამიქრა და მე რაღაც შემიძლია. მაგრამ აი რაც ვამბობ, არ ჩერდებოდი, დავდივდი გასაუბრებიდან გასაუბრებაზე, რომ აი სადღაც დამებრუნებინა საკუთარი თავი. თავდაცვა როგორ დაიწყა, როდესაც გაიგე რომ გიღალატეს? რაკენი, ჩხუბე, გაბრაზდი, დაიშალეთ, დაემშვიდობე, რაკენი. მე არ მომიშენია, არ მითხრეს თვითონ ამ ადამიანმა. ოღონდ მამაკაცმა? კი. ხო, გიღალატეო? ხო, ანუ არ მიყვარხარ, არც არასდროს უყურები ხარ. არ ვიცი რა იყო ჩვენი ურთიერთობა და არ მინდა შენთან. მე არ ვიცი რა, არც მინდა შეფასება ამ ადამიანის უკვე. არა გუშინ საუბრობდი, რომ აგრესიას აღარ მაქვს. ეს კაი ეტაპია. ეს ყველაზე მაგარი შექმნა. ძალიან მაგარი ეტაპია. ხო, მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მეგონა ყოველთვის რომ всё გამოვედი აი 4 წელს განმავლობაში რა, აი გავბრაზდი, ბრაზობდი, მაგრამ ვაწარმოებდი დღეურს. ეს ძალიან მაგარი. ნელ-ნელა დავიწყე, იმიტომ რომ მე როგორც კი მიტოვება მოხდა, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში, მე მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, აი არ ვიცი ეს რაღაც რა იყო რა. და ჩემი მეგობრის შვილი, ჩემთან სამზარეულოში ავსებდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აი ეს აპლიკაციას. ისე რომ არც გადამიშლია, არც მომზადებულა, ვუთხარი რომ მე და შენ საიდუმლო მოიყოს მეთქი და მინდა რომ ჩავაბარო თავიდან, ხო რა, მინდა რომ ვისწავლო თავი. აი პირველი გამოცდა ქართულში, წავედი გამოცდაზე, არ შემშინებია, არ მომზადებულა. 7 ივლისი იყო ინგლისურში გამოცდა და 6 ივლისს პანიკური შეტევა დამეწყო და მაჯანჯხარა და მაგზნობინა რომ აი მქონდა განცდა რომ მე არაფერი შემიძლია და ნული ვარ, ჩრდილი ვარ, რა გავაკეთე, არასაკმარისად ლამაზი ვარ, ჭკვიანი ვარ და დილი 7 საათი იყო რომ დამწექი. პანიკური შეტევა ისეთი ახლა იცის რომ აი მოწყვლეტილი ხარ. ვენე, ვერტგადო. მოწყვლეტილი. აი რაღაცა შინაგანმა ჭინჭყავმა ბავშვმა მითხრა რომ ჰეი მოდი ვცადოთ მოდი ახლა ჩვენ ავდგეთ და თუ შენ მე ჩააბარებ ის მაინც გეცოდინებ და საკმარი იქნება რომ მე ვცადო შვიცარიაზე იყო გამოცდა შვიცარიაზე წამოვდექი მე ჩემი შვილი ვარ მარტო და ვერც დავტოვებდი და იმ ჩემი მეგობრის შვილს დაურეკე ბავშვს და იმას დავუტოვე წავედი გამოცდაზე გზაში მეცინებოდა და ყავა ვიყიდე როგორ მახსოვს და შევედი დავწერე ეს გამოცდა მე უკვე აღარ დამიხევია უკან რომ სხვა გამოცდებზე წავსულიყავი წავიყვანე სხვაზე ჩემი შვილი და დაიდო გამოცდის პასუხი ვაგიარებ რომ ძალიან მეშინა და აი ეს იყო ჩემი კიდეც შეფასებაზე იმოქმედებდა და ხამე ყველას რო ეძინა ბოლომდე ვაცა და ყველაფერი დადებულიყო ჩავუყარე თათუკა ყოველდა ახლანდელი მე ძალიან კარგად ვიქნებოდი მაგრამ მაშინ ძალიან მეშინოდა რა მაშინ სწავლას ყოველთავი ერთ სამოტივაციო წერილი დავწერე უნივერსიტეტში და შიდა დაფინანსება წავიღე ეს ხო ჩემთვის კიდე ერთი გამარჯვება და როგორ ჭირდება ამ დროს ხალხს ეს პატარ-პატარა გამარჯვება ახლა და ირაცეთ ვიჭიდავით რა მე რო იმ რამეს დამეძინა შვედი ნინდილა შვედი არის ამ დროს როგორ ურთიერთობები ქონდა პირადი დაშლილები საერთოდ ცხოვრება აქვს სხვა ქალთან არის ანუ რომ მოვიდა და რომ გითხრა რომ შენ არასოდეს მოყარები ხარ არ ვიცი ეს რა იყო არც ახლა მიყვარ ხარ აბდექი წავედი რა უთხარი სიმართლე ვიტყვი ძალიან სტრესი იყო ჩემთვის და მახსოვს რომ ვერაფერი ვერ ვუთხარი ანუ მე გავბრაზდი მე მოვედი გონზე არ ყვევ რა შუამავალი ადამიანები ვინც არიან ჩვენთან იმათთან დავიწყე გარკვევა რომ რატო მეკცევით ესე უსამართლოდ რა დავაშავე იქიდან ძალიან დიდი უარყოფა წამოვიდა ნუ რა ვქნა მისი არჩევანია რა აი ამ დროს ხდები ფილტრაცია ხდება შენს გარშემო ადამიანების რა აი ამ ტოქსიკური ანუ ეს რო გითხრა ადგა და წავიდა და მაგის შემდეგ თანაცხოვრება გააგრძელა ჩვეულებრივ დიდი ხანი ვიყავი ამ ადამიანზე გაბრაზებული და მე სწორად მივმართე ბრაზი. აი, როდესაც ესე მოგექცა, ამ დროს შეეძლო ეთქვა, რომ მადლობა ყველაფრისთვის, რაც გამიგეთ. აი, წარმოიდგინე, ხო შეეძლო რომ ეთქვა ესე, რომ ყველაფრისთვის დიდი მადლობა, შენ ცხოვრებაში შეუფასებელი როლი გაქვს, შენ ხარ უნიკალური ადამიანი, შენზე ლამაზი გოგო არ დადის. მე ესე წარმომიდგენია დაშლა რა და ბოდიში ხი, შენში კი არ არის პრობლემა, ჩემშია პრობლემა რომ მივდივარ. მე ძალიან დიდი ხანი ალბათ ველოდებოდი ბოდიშს. ეს ხო დამანგრეველი რა ლოდინი იყო ძალიან დამანგრეველი იმიტომ რომ მინდოდა რაღაცნაირი საკუთარი პატივმოყვარეობა შემევსო მოვიქეცი საზიზღრად და ესე აღარ ვფიქრო
ხო, არავინ არ ეთყოდა რომ ამას აღარ დავიწყებდით რაღაცნაირად განხილვას, მაგრამ ესეც რომ აღარ იყო და რაღაცნაირად სარჩული რომ მომეკერა რომ მე ვიყავი გოგო აქტიური გოგო რომელმაც რა ვერ გააწყო თავის პირადი სხვასთან რომ დაანებოს ამ კაცს თავი. ანუ მე ვთქვი რომ რით ვერ დალაგდა? რით ვერ დაილაგა თავის ცხოვრება? დაანებოს რა თავი მიხედოს თავის ცხოვრებას. ხოდა მივხედა. სამაგარი. ისე რომ 11 მარტს ვიყავი გასაუბრებაზე კვლავ საჯარო სამსახურში და ამერიკას და მithos კონკურსი ჩაშლად გამოცხადდა და გაუბრასდი და რა მივხვდი რომ აი ეს წრეზე წესიარული იყო ვითომ კარგად ყოფნა ვითომ სამსახური დამოუკიდებლობა შულთან პასუხისმგებლობა ერთადერთი აი მაგ მომენტში იყო დედა ჩემი რომელიც ძალიან მადლიერი ვარ დედა ჩემის რომელმაც საერთოდ მე რო დღეს დედა ვარ დედა ჩემის დამსახურება რა ძალიან გამიმართლა დედაში და რა მაგარია ავდექი და ეს ჩემ მეგობრს დავულეკეთ ერთ-ერთ ვარს მანქანიდან და ვუთხარი რომ ამერიკის ბილეთი მიყიდე ტურისტულში მუშაობს გამიგე დროზე რა ხდება უნდა წავიდე და მივხვდი რომ რაღაცა ახალი გამოწვევა უნდა გამეკეთებინა არ მიფიქრია ბევრი რა აი ამაზე და რა იყო ეს ამერიკა შენთვის გავფრინდი ამერიკაში პანიკური შეტევებით დამოუკიდებლობისთვის სადღაც უნდა მეცადა მარტო ყველაფერი თავისუფლება გინდა და იქ პირველად გაწყდა ჩვენ და ჩემ შვილს შორის ეს ჯაჭვური რაღაცნაირი მიჯაჭვური და სულ ერთად ვიყავით იყო ცოტა რთული ჩემ შვილთან განშავება მაგრამ ძალიან ჩემპიონია ჩემი შვილი და რამდენი წლისა 5-ის გახდა გუში არა ძალიან ჭკვიანია და დაჩისთან ვისაუბრე სანამ წავიდე და უთხარი რომ ცოტა ხანი მე უნდა წავიდე ამ ბიჭი როგორი საფორტერი იქნება შენი მან დანელა მივხვდი რომ წამოვიდა დამოუკიდებლობა წამოვიდა ის თვითშეფასება იმიტომ რომ შტატიდან შტატში რაღაცნაირად გადავდიოდი ვიცნობდი ახალ ხალხს პატარ-პატარა სამსახურებს ვიწყებდი პლუს ჩემ პროფესიით გავიარე სასერტიფიკატო კურსი და 5 თვის თავზე ის ვიდეო რომელიც ნახეთ არის იქიდან ჩაწერილი აი რა ანუ ის ვიდეო ამერიკიდან ჩაწერე მინდა რომ რაღაცნაირად ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და მგონია რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს გვაქვს ეს გავლილი ან გველოდება მაგრამ ხმამაღლა არავინ არ ვსაუბრობთ ამ თემაზე აი ეს რევანში რასაც ვამბობ როგორ უნდა გადარჩი არის რევანში ოღონდ იმ ადამიანის მიმართ მიმართული კი არა ჩემი უნარობის მიმართ რევანში და ამ რევანში ხარ მტკიცებით ფორმატში რა თავიდან ამ მტკიცებ რომ კარგი ხარ მე ნელ-ნელა მტკიცებით ფორმატი გადის და უბრალოდ კარგად რჩები არავის აღარაფერს აღარ მტკიცებ 33 კილო დავიკელი მივხვდი რომ გავუშვი ყველანაირი ბრაზი წყენა აღარ მინდოდა დავიმტკიცებინა რომ კარგი ვიყავი და აი როგორც კი გავიღუცე და მივხვდი რომ აი აქედან რაღაც მომეხსნა აი ხრუბელი აღარ იყო რა ხშირი რაღაცნაირ შეტევას ვიყავ მაგრამ მართლა გეუბნები რომ 4 წელი ჩრდილში ვიყავ აი დავდიოდი და მეგონა რომ ჩრდილი ვიყავ მივხვდი რომ ქუჩაში ხალხი მანიშნებდა ვიცინავდი კაცი ხასიათზე ვიყავ ყველაფერი მოდის ბავშვობიდან არაღიარება ზედმეტი შენიშვნები განრიდება როცა აი კონფლიქტის დროს რო გარბის პარტნიორი ეს არის რომ ბავშვობაში ძალიან არ ქონა პირადი სივრცე არ გულისხმობ ოთახს არ ქონა გადაწყვეტილებების მიღების უფლება და იქ რო დავიკარგე მე ეხლა შენთან მინდა შევივსო ეს ყველაფერი და შენი აი ამ ზრუნვით რომელსაც გაიძულებ ყურადღების მიგზავით ანუ ეთენ გეძახი რა რომ მომაქცე ყურადღება იმიტომ გავბირო შენ მომაკითხმე თუ გადავრჩი, გონია რომ ყველა გადარჩება თუ მოინდომებს. ოღონდ უნდა აცადო, აი დროს უნდა მისცეთ დრო. აი მე რა საყვარელი ხარ. აი მე მე ხარ მომხსის როგორც და დედამისა ჩოკია. მოდი. ლაუ მამა. შემოს სიყვარულო. აი მე ხახნო რანაირი. ჩათი ხوار წაგიყვანა. წამოდი. ხმაზი ალბათ რო. ერთი არის. ვეძებ საზოგადოებაში სადა ადამიანებს, რომლებიც კარგ როლ მოდელებს ქმნიან რა.
და რომლებიც გვანახებენ, გვასწავლიან, გვეუბნებიან, რომ შეიძლება უანგაროთ რაღაც სიკეთის კეთება, შეიძლება და როცა ეს ადამიანები ჩვენს ირგვლივ არიან, გაცილებით უფრო კარგია მაგალითი, ვიდრე სადღაც შორს ქვეყანაში ცხოვრობენ და ვერ ვწუდებით. და რომ ნახე ეს ცნობილი ფრაზა ბაბუის მეც ადამიანი ვარ. სეგი ნახე? მეც ადამიანი ვარ. აბა მე აღმოჩნდა რომ თქვენი გმირია. თქვენი პოვეთ. ჩემ მეუღლე დიდი ხანი ხმარებოდა მოხუცებს და ვისაც შესაძლებლობა არ ქონდა რა და მაგრამ დახმარება იყო. მაშინ თელი როცა მცირედ დახმარება. და შემდეგ როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება, ყველგან ყოველთვის უნდოდა რომ რაღაც უფრო მასშტაბური გამხდარიყო ეს ყველაფერი და უფრო რაღაც უფრო ბევრ ხალხს დავხმარებოდით როგორმე. ეგ პერიოდი იყო, როცა ძალიან ისეთი რაღაცა მოხდა, ანუ ორგან თავი და ძირს და დაიცა. მოდი მე შე რა მოგცე? ახლა? აი? ბავშვს ეძინა მაგ პერიოდში და რო შევედი ვნახე რომ სისხლში იყო რა და ანუ არ წარმომედგინა რა ანუ რო გადარჩებოდა. ხო, ეხლაც მეჭირს, ანუ შოქში ჩავარდი მოკლედ, ვეღარ ვაზროვნებდი, ისიც კი ვერ მივხვდი რომ ხო მან ვერ მივხვდი რომ ანუ მაგალითად სასწრაფოთვის უნდა დამერიყო და უცებ მეზობლებს ვუთხარი რომ მეთქი ჩემ მეუღლემ ხდება თქო და ანუ ცუდად არის თქო რა და დავუცახე თქო და ანუ მეზობლები დამეხმარეს და დავრეკეს და ასე თან შეცივდა რა და სიცივდა კანკალიც რო დაიწყო მეთქი სიო თქო რა მაშინ მითხრა რომ ჩურჩულით მითხრა რომ ანუ თუ რაღაცა არისო გთხოვ ისე რა ქვია ჩემ მშობლებს მიხედიო ბავშვს რა თქმა უნდა და ისე რა ქვია მოხუცებს რო დაუპირდითო, ანუ რაც არ უნდა მოხდესო, გააკეთიო რა, ანუ არის საკმაოდ ხო და ანუ ჩემთვის ის არის რომ ანუ მე мама ვარ და ანუ მე მინდა რომ ჩემი შვილი ყველაფერი იყოს, ანუ ჩემთვის ყველაფერია ჩემი შვილი, გოს და სულს მივცემი, მაგრამ დედის გარეშე მაინც არ წარმომედგენია, ანუ მე ჩემ ცხოვრებას მივცევდი მაგ მომენტში რა და აი მაგ მომენტიდან დავიწყეთ ესე უფრო ხშირად ეგ იყო რომელიც გადაგაწყვეტინათ რომ ხო, ანუ ეგ იყო ესეთი რომ არ გადაგაწყვეტინა, მაგრამ ეს იყო უფრო ისეთი რომ აი ხო, სწორად. დადებული პირობამდე შესაძლოა. ხო, რა თქმა უნდა, თან ახლა იმის ანუ ოლგა რო ესეთ სიტუაციაში იყო და მაინც მაგაზე ფიქრობდა, წარმოვიდგინე რამდენად მნიშვნელოვანი იყო და ჩემთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც და მაგის შემდეგ აი რაც შეგვიძლია ყველაფრით არა მარტო ჩვენ ანუ ბევრი ხალხი შემდეგ გამოვიდა ანუ Facebook-ზე უფრო მეტად და ანუ ბევრი ხალხი ასე გვერდში დაგვიდგა და ერთად ესეთი აი ყოლიო თელი საზოგადოება და ბევრი ანუ და გაერთიანდით ამ მოხუცების ირგვლივ და მაგრამ ნუ როცა ეხლა სიმართლე რო თქვა როცა მივედით ანუ პირველი ჯერ არ ყოფილა ეგ რა რამოდენიმე ჯერ გავიკეთებინა და ერთ-ერთი იყო ეგ რო გავიგე ეგ სიტყვები რომ ესე იგი მეც ადამიანი ვარ რომ ანუ არ ვიცი აი როგორ გითხრა აი თელიქს აკიარა და დღემდე სულ ესეთი ეს კითხვა სულ თავში გვიტრიალებს ხოლმე რა და რავი რა მაგარია რომ შეგვიძლია ადამიანად აგრძნობინა ვიღაცის თავი ხო მაგარიც არის თან ძალიან ისეთი ანუ ძალიან სევდიანი არის ხო ანუ რომ ადამიანი ესე ფიქრობს რა ანუ თქვენი ჰობია ჰობი არ ვიცი ანუ ჩვენ მე ხლა ანუ ჩვენ პროექტებზე მუშაობთ ფილმებზე და ანუ ჩემთვის ალბათ ბევრ ამას ვაკეთებთ და არ ვიცი, ანუ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. ხო, მაგრამ ის უფრო ალბათ არის რაღაცა პროფესიული ნაწილი და ეს მგონია რომ ჰობია რა. შეიძლება ჰობი, შეიძლება რაღაცა საკუთარი მისია? ხო. საკუთარი მისია ამ ცხოვრებაში. ეს მისია. ხო, რაღაცა საკუთარი სწორად იპოვეთ რა. კი. ეგ ხო ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა იპოვონ საკუთარი ანუ არსებობის მიზეზი. რა თქმა უნდა. ამას როცა ესე პოულობს, სხვა ადამიანის გაბედნიერები ძალიან მაგარია. რატომ მოხუცები? არ ვიცი რატომ, მაგრამ ცოცხალი თავით არ ლაპარაკობს რუსულად. ანუ მე იმით ცოტა ნერვიულობ და მავიწყდება ხო. ძალიან ჩვეულებრივია. ანუ მოსეგე touches my heart. მე ხო მესმის, თქვენ გულს ეხება ეს არ. მესმის. თავარი სიყვარული ნაპოვნი გაქვს. რატე, შენც ხო?
ხო, რა თქმა უნდა, ანუ ცხოვრებაში რაღაც უნდა ვნახოთ გზა, ანუ რაღაცა რისთვისაც ღირს ცხოვრება რა და მე ეგ პერიოდი, ანუ როცა ვარჯიშობდი, თელი ცხოვრება ვარჯიშობდი რა და როცა მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და რაღაცა, ანუ ეს გზნობა რომ რაღაცა მივაღწე და რაღაცას ვაკეთებდი მე თვითონ, ანუ ეგ გზნობა არ მქონდა რა და აი ეგ გზნობა იყო, რის გამოც მე ანუ რამოდენიმე წელი, ანუ 2-3 წელი უკვე სახიდანაც კი ვერ გავდიოდი რა, იმიტომ რომ გზნობა რომ რაღაცას ვაკეთებდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ღირს იმისთვის ცხოვრება, ანუ ეს ვერ დავკარგე რა და თან ის რომ სპორტში როგორ არის, რომ სულ რაღაც მიზანი გაქვს, რაღაცას მიაღწევ. იმპროვინგი, მე კიდე მიაღწევ, მე კიდე. და ეს როცა ეს რაღაც ის რომ აღარ არის, ანუ მე ძალიან ძლელია ჩვეულებრივი ცხოვრება რა. და ეგ ძალიან ისეთ რთული მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში რა და ეგ რატო აღარ იყო? 6 წლიდან ვარჯიშობდი რა, ანუ როცა სოფლიო ჩემპიონი გავხდი, მივხვდი რაღაც, ანუ ეგ იყო მაქსიმუმ რისი მიღწევა. არ იყო ალბათ, მე 22 წელს ვიყავ, ანუ მაშინ იწყებოდა, აი მაშინ ხო, მაგიტო. ანუ რატო გადაჭდა ის? ამსტერდამში ცხოვრობდი და ანუ მითხრეს, რომ ანუ ერთ-ერთი ანუ წარმატებული, ყველა წარმატებული სპორტსმენი იქნებოდიო, მითხრეს, ან დარბაზში ცხოვრობდი, ვარჯიშობდი, ანუ მაგის გარდა არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ ნუ რაღაც მოხდა, არ ვიცი ვერ ხსნი დღემდე, რომ ანუ დეპრესია. შეიძლება ხო, ანუ არ ვიცი დეპრესია იყო თუ უფრო ის რომ ფიქრი რომ 10 წლის შემდეგ მე ვინ ვიქნებოდი რა. ხო, ის 10 წლის შემდეგ, ანუ მე სპორტმა მოუცა ყველაფერი, რაც კი გამაშინია ცხოვრებაში რა, მიზან დასახულობა, შრომის მოყვარულობა, პატივისცემა და ბევრი რამ რა. მაგრამ ის ეთყობა ჩემი გზა არ იყო უბრალოდ რა და კარგია რომ ადრე მივხვდი რა, ვიდრე. და მე წახვედი საერთოდ სხვაგან. ხო, საერთოდ სხვაგან. ანუ მაგრამ 2-3 წელი აი სახრით აი მართლა ოთახში ვიყავი ჩაკეტილი რა. მამა, ლაუ, მა ну капластис. ვაი, უნდა წაგვიყონო შემსახში. ანუ ხო, მაგრამ ესე წინასწარ ფიქრი იმაზე რომ 10 წელიწადში რა იქნება, ხო, არასწორი. არასდროს, რა თქმა უნდა, ანუ 22 წლის ასაკიდან. ცხოვრება ხო ხა ამ წუთში. მაგრამ 22 წლიდან გამომდინარე, ალბათ მაინც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ანუ ჩემთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ საერთოდ სხვა გზას ვიყავ. ხო და და შემდეგ ხო ეს კინო ანუ მაგრამ რა გინდა რამდენი პრიზი აიღე? ხო, ანუ ეს სპორტმა მოუცა ყველაფერი რა, იმიტომ რომ სპორტმა კინოში პრიზები როგორ მოუცა? ანუ 100%, იმიტომ რომ ეხლა მე პირველად კინოთეატრში ალბათ მე ფილმი ვნახე, ვიყავი 26 წლის შეიძლება რა. ანუ ადრე სულ რემბოს და ჟან-კლოდ ვან დამს ვიყავი. პროფესიიდან გამომდინარე. მახსოვს პირველად ანუ არავინ სერიოზულად არ აღმეთქვა რა თქმა უნდა და ანუ გასაგებიც არის და მე კანის ფესტივალზე შემარჩიეს 6 რეჟისორის შორის, რომელიც მე კანის პარიზში ნაბლოც ცხოვრე და რო ჩავედი, რო დაინახეს დამგუგლეს ეთქობა სურათები და რაღაცები, შოქში იყო. ანუ ეს ერთი ანუ შენ ხარ ეს და რაღაცა გეტყვი, იმიტომ რომ ეხლა საიდან სად? მოიდი. მოიდი, ამოდი. მოიდი, მამასთან მიდამალა, შეხანი. შენო. როდესაც ადამიანი სპორტსმენი ხარ, მიაღწევ წარმატებას, მსოფლიო ჩემპიონი ხდები, მე უცებ, შეგიძლია 0-დან ისევ დაიწყო. ეგ ხო ძალიან მაგარია. ხო, მე კი მაინც ვფიქრობ, რომ სპორტის დამსახურება. ისმის, ყველაფერი რაღაც დამსახურებაა, მაგრამ რაღაც ეგ ხო არაფერზე მიჯეჭულობა არ გაქვს რა, როცა ადამიანებს ხო მაგის დაჯერება გვიჭირს, რომ ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია 0-დან დავიწყოთ. ხო, ალბათ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და ის ანუ ერთი რაღაც, ანუ ჩემზე არ არის ეგ ლაპარაკი, მე და ოლგა ეხლა მუშაობთ პროექტზე. ну რამოდენიმე პროექტზე მუშაობ და ანუ სოფლიო მასშტაბით ანუ არ ვიცი აი HBO-დან მოგვიყვება პრიზები და სოფლიოს ანუ არაერთ რაც კი ფესტივალები კი რაც კი არსებობს ანუ ყველაფერი მიგვიღწევი ასე თუ ისე რა მაგრამ მარტო მე და ოლგა ვართ რა და იქაც როცა ვართ ხოლმე ანუ ვერ წარმოუდგენთ ანუ შენ რეჟისორი ხარ იღებ ანუ მონტაჟსაც შენაკეთებ ანუ იმასაც ყველაფერს შენაკეთებ და ხო ანუ ჩემთვის ნორმალურობაა ეგ ყველაფერი საკუთარ თავზე დამკვიდრება ალბათ ეს იმიდან მოდის გამომდინარე მოდის რომ მაგათაც სოფელში რომ დავიბატე გავიზარდე ანუ სულ 5 თუ 6 ოჯახია იმ პატარა სოფელში რა და აჭარას ნაკირნათევში და მარადეჩი და ანუ ჩემთვის ანუ ეხლა როცა დრო მაქვს ხოლმე წელიწადში ერთხელ მაინც ჩავდივარ ხოლმე და ანუ ის რომ პირველი ის ემოცია რომ სოფლიდან რომ პატარა სოფლიდან რომ ბათუმში წავედი ვაუ შოკირებული ვიყავი რა ბათუმში ვარ და რაღაც ესე სხვა ნახე და აი ყველაფერი და შემდეგ თბილისი რა თქმა არასდროს არ დამოვიწყდება პირველად თბილისში რომ ჩამოვედი ეს შეგრძნება რა და
მაგრამ ანუ არავინ არ მყოლია, ანუ არც და არც მე ფიქრია, რომ ნაცნობებით და რა ვიღაცის და დახმარებით რაღაცას გავაკეთებდი. რა ანუ ეგ მენტალიტეტი არ მქონია და პატარობიდან. რამდენი წლის იყავი სოფლთარო წამოხვედი? პატარა ვიყავი, ანუ დიდი არ ყოფილა, ანუ 7 წლის ვიყავი, მაგრამ მე ანუ ხო, ატაყობად 7 წლის იყავი, 7 წლის ასაკში რომ მოდიოდი, ანუ მაშინ შენი ოცნებები რა იყო? ანუ ალბათ პირველ რიგში ანუ არც კი წარმომედგინა ალბათ თბილისში ასვლა ალბათ ფიქრობ მაქსიმ. ანუ მინდა რომ მახსოვს როცა ჩემპიონი ანუ მაქსიმუმ იყო რომ მე და თბილისში მოვხვდე. ანუ ალბათ იმიტომ რომ ის პატარობაში მახსოვს თუ ჩემპიონი გახდებოდი აჭარის შემდეგ წაგიყვანენ თბილისში რა და ანუ ვერ წარმომედგინა რომ ბათუმიდან აჭარიდან ანუ თბილისში წავიდოდი რა და ეს იყო მაქსიმუმი. აი ეგ მაგას ფიქრობ. თბილისში ჩამოხვედი მე? შოქში ვიყავ. აი მატარებლის სუნი, მატარებლის აი ესე თვალი არ მქონდა დახუჭული, რომ მეთქი ვახ ეს რა მაგარი რაღაცაა თქო და თბილისში როცა გადმოხვედი, მე შენი ოცნება რა იყო? სპორტში ვიყავი და ანუ მინდოდა რომ ყველაფერი მომეგო რაც კი ხო, სპორტის ირგვლივ იყო. მე მოხდი კანში, მე მოხდი საათ. ანუ ბერლინალეზე ვიყავი, ასევე ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალი Golden Globe-იდან მქონდა, ანუ მოვიკეთ პრიზი და იქ ცხოვრობდი ამერიკაში, ანუ შეგვარჩიეს. და დღეს ახლა რა უყურებ შენ თავს რა სეუნები? ანუ სიმართლე რომ გითხრა, ანუ ის შეიძლება მგონია რომ ჯერ არ დაწყებულა ეს, რა ქვია. თავარი მოგზაურობა წინ და მოგზაურობა წინ, ხო, ეგრე ვფიქრობ. და მაგრამ ამავდროულად, ანუ ის გზნობა მაქვს, რომ აი ჩვენი ბავშვი ალბათ იამაყებს იმით, რომ ანუ მარტო დედა და მამა ერთად გომით რა შეიძლება გააკეთო ადამიანმა ცხოვრებაში რა, ანუ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე, დანარჩენი რა. ოჩახს ჯერ შენ თავს არაუნებ. არა, ანუ თუ ფიქრობ რომ უკვე მიაღწე და ყველაფერი გაკნა, ანუ მე შემდეგ ანუ ძნელი იქნება ალბათ განაგრძო ის. ხო, მესმის. мотиваცია გჭირდება რაღაც ფიქს გოულების უგვინდა რა, რომ ვიაროთ რა. ჯერ მაინც რეალურადაც ეგრე არის რა. გაგიმართლათ? თუ იმსახურებდით რაც მიიღეთ? მე მგონი იმსახურებდით. შეიძლება. ლამაზი ხართ, კეთილი ხართ, ანუ მე მგონი ჭიერი ხართ, რატომ იმსახურებ? ანუ გამართლება უნდა დაიმსახურო ალბათ. მე არ წარმომედგინა ბავშვი თუ მეყოლებოდა, ანუ არასდროს არ მიფიქრია რომ ბავშვი მეყოლებოდა რა, ანუ და ახლა შოქში ხარ. ხო, ანუ აი 2-3 წლის წინ მე კითხავდა რომ ბავშვიო, მეტყოდი რომ არა თქო რა, ანუ იმიტომ რომ მინდოდა რომ პირველ რიგში მინდოდა რაღაცა მიმეღწია რა, ვფიქრობდი რომ ბავშვი რაღაცა, ანუ ეგეთი აზრები მქონდა. და შემდეგში კიდე მე ცხოვრების აზრი სრულად ვერ გავითავისე რა, ანუ ვერ ხვდებოდი რა აზრებს. ხო და ახლა ბავშვს რო ვუყურებ, ანუ აზრი, ანუ ჩემთვის ყველაფერი. გასაგები. ხო. ყველაფერი დავაკ. ხო. მაიყვან. ლაუ, мама. ისეთი საყვარელია ხალხნო. მე ეგეთი საყვარელი ბოლოს შედის ნახე. ლაუ, мама. ჯუჯკნო. ეს კულტურა ცხოსიშვილი როდის დავჯუჯკნე არ მახსოვს. მე ყოფილი დამცველი ქალი ვარ და რომ ხოლ ვარ დაენა ხო სურპრიზი გაუკეთეო. ძალიან ჩუმად რო ხარ, ძალიან ხარ თან ეს რომ მანაცებ. აი მე ხლა დავიძაბები. ყუილა. იცი რა ჩემ გარეგნობას ლაპარაკი არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ის რა ქვია. ჰორმონები რა დავიწყე, მალევე აღმოვაჩინე რომ ანუ რაღაც ეს არ მინდოდა რომ საზოგადოების სპორტული ყოფილიყავი და რაღაცა ყველაფერი გამეკეთებინა სახე ის და ვიფიქრე რომ მკერდი გენეტიკაში არ გვაქვს და შესაძლოა პატარა მკერდი აქვს ბიოლოგიურად და მაინც არასდროს არ გამიზრდება თქო და მკერდს გავიკეთებ ჯანდაბას თქო სადაც საქამდე დავიხვეწა თქო და მკერდი რო გავიკეთებ რა ვიცი ჩემი ყოფილი შეხვდა ყაზბეგზე და ამ სიცხეში რიფი რატო გიკეთე ხო და მე მე კალო რა რითმი მიკეთია საუზობაზოთი კალი თქო და რამდენიმე კვირის შემდეგ მეორე ყოფილი შემდეგ და ბასიანზე რამდენიმე კვირის მერე მე სამომწერა ასლარი ხორბაკ მასეს ხარ და ეს რა ქვია მუთქე ზოგი ჭირი მარგებელი იმიტომ რომ ერთ-ერთი ყოფილის დედა მომწერა შვილო და რა ხარო მე უკვე სხვა შეყარებული მყავდა შესაბამისად ყოფილებთან შერიგებას აღარ ვაპირებდი თან ისეთი ანგელოზებით შეყვარებული მყავს ბალის კონწლების ბიჭია ქალობისთვის ძალიან ბევრი რაღაც გადავიტანე მე ამ ქვეყანაში აი ძალიან ბევრი ვიღაცები მორალს კი მიკითხავენ ხოლმე მაგრამ ვიღაცა მორალს ვერ წამიკითხავს იმიტომ რომ ქალობისთვის უამრავ ჯერ დავისაჯე უმიზეზოდ აი მაგალითად თავდასხმები თვითონ ქალებისგანაც არა მარტო მასიური საზოგადოებისგან შეურაცხყოფა სოციალურ ქსელებში ბულინგი ფიზიკური არაერთი შრამი მაქვს სხეულზე მქონდა
პლასტიკური გავიკეთე, ყველა ნაწიბური ამოვიკვეთე. რაღაც წარსულით დავიწყება არ მინდოდა, მაგრამ ეტაპი მქონდა ცხოვრებაში, რომ რაღაც ჩემი პირადი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს. მე თვითონ ჩემი თავის კომფორტი რომ მქონოდა, ანუ ვიღაცისთვის არ გამიკეთებია. ეგ ქალობისთვის ქენი თუ საკუთარი თავისთვის, ხო შენი იდენტობა ეგ ხო? საკუთარი თავისთვის უფრო. იცი რა, ქალობისთვის ბავშვობიდან ვაკეთებ რაღაცებს. მე მოვალ მათ. თვლი რომ უბრალოდ არ გამიმართლა, ძალიან ბევრი ვიწვალე და ვიშრომე რომ აქამდე მივსულიყავი. ბავშვობაში ბებიათ პაპამ ზრდიდა, ეს არაერთ ინტერვიუში მითქვია, მაგრამ არის რაღაც თემის ყველა წარმომადგენელი მეუბნება რომ მათ შორის აი ეს სენტიმენტი, სიყვარული უდიდესია ქონდათ ყოველთვის ბებიას და ბაბუებს. იცი რა, ალბათ ადამიანებზე ზრუნვა რომ ჩემი ცხოვრების მთავარი ნიშა, ალბათ ეს ბებიასგან და პაპასგან მოდის, იმიტომ რომ სულ ყოველთვის დებდნენ ხოლმე, ანუ ჩვენი ოჯახიდან არასდროს არ გასულა ხმამაღალი სიტყვა. ხო, მესმის. და ძალიან სხვანაირი გარემო იყო ანუ და სიყვარული მათ გასწავლეს. თითქმის დასრულებულიც იყო, მამა ჩემის დასაფლავების დროს. ბებო რაიონში მუშაობდა და ჩემზე მეურვეობა ძალიან ადვილად აიღო. და იძულებული გახდა დედა წასულიყო ბებიასთან და შექმნა მეორე ოჯახი. იყო 19 წლის. მაშინ ქალთა უფლებები ალბათ იცით რა დონეზე იყო, არ არსებობდა ფაქტიურად. და არც სახელმწიფოს არ ქონდა რამე მხარდამჭერი ორგანო, სადაც მივიდოდა დედა და ჩემთვის იბრძოლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ცხოვრებაში პირველები იყვნენ და იქნებიან ალბათ დედა არ მიწყეს ბებო და პაპა, ამაზე არასდროს არ გვისაუბრე მე და დედა. ეს მამის დედა იყო? მამის მშობლები. მაინც ძალიან მიყვარს დედა. ცუდად რა ვარ ხოლმე, ჩემ დასწარ ხოლმე რომ დედას ხარი დამირეკოს. შენ მიწერე და ესე არ მინდა რაღაც თვით რომ დამერეკოს, უფრო გამიხარდება თქო და ძალიან საყვარელია. რაც ჰორმონები დავიწყო, ძალიან დავემსგავსე. ბავშვობაში ცოტა სტრესი მქონდა ხოლმე, რომ მეუბნებოდნენ ბებოს ჩუმად მეუბნებოდნენ, რომ დედას გავხარ და მეუბნებოდნენ, რომ მე არ გავარ, მე ბებოს გავხარ. ესეთი ძალიან ჭარიკანე ბავშვი ვიყავი და ბებო, პაპა რო დაიღუპა ვიყავი 12-ის და ბებო რო დაიღუპა ვიყავი 14-ის. ანუ დედამ წავიდა ოჯახიდან და შექმნა. მას შემდეგ შეხება არ გქონია. შენ გაგზადეს მამის მშობლებმა. მამის მშობლებმა. ისე ხშირად საუბრობთ ხოლმე მე ბებო და პაპა ამ საკითხზე.
სულ რაღაცა ბრძოლები გქონდა ხოლმე მამიდებისგან და ბიძისგან. ბოლოს ჩემს მეტ პრობლემებს უქმნიდნენ. მე ეხლაც ჩემი მეგობარია. მე ცოტა ბევრი ფული რო ვიშოვნე და ფეხზე დავდექი, ახლა ყოველს ფუნდი ვარ და მე მეგობრებიან, მაგრამ მაშინ სამწუხაროდ 1-2 ბავშვობის მეგობარი, რომლებიც ჩემზე პატარები იყვნენ, რამდენიმე წლით და ბიცოლას გარდა ჩემს გვერდით არავინ არ იყო. ესე ღია ცისკოში აღმოჩნდი? რო წამოვედი, არ ვიცოდი სადაც წავსულიყავი და მოვედი ცირკთან. იყო დღე და არავინ არ იყო იქ. და რამდენიმე დღე მომიწია სოკოსპახში ცხოვრება. და სხვა სიტუაცია იყო, ვიღაცები ძალიან ძალადობდნენ სექსმუშაკებზე, ორმაგად მეტად ძალადობდნენ. ვერც აღვიქვა რა ხდებოდა ჩემთავს, ანუ აი რაღაცა სიყვარულის ბუდიდან გამოსული ბავშვი უწყვეტ აი საშინელი ბების და ბაბუის გაზრდილი ხელის გულზე საშინელ სიტუაციაში, ანუ ვარ არასრულწლოვანი და ქუჩაში რო გამიყვანა ქალმა საკმაოდ ფემინური და ლამაზი ბავშვი ვიყავი. პირველი რამდენიმე თვე მქონდა, აი გავხდი ალკოჰოლიკი, ანუ სიფხიზეში არ გინდა დამისკეთება. რამდენიმე თვის მერე გავაცნობიერე, რომ აი ძალიან ჭაობში მივდიოდი და ერთი 3 ეხლა მიყურებენ, ძირითადად საზღვარგარეთ ცხოვრობს ახლა ყველა, მე არ მინდა წასვლა, არ ვიცი, არასდროს არ ვფიქრობ წასვლაზე. სულ აქ იმიტომ ვებრყავჭები რაღაცა პატარა პროექტებს, სამსახურებს. ისე ჩემო სამსახურმა ძალიან დიდი როლი ითამაშა 8 წლის წინ, როცა ხელშეკრულება დავდე, ყველაფერი გააკეთეს, რომ სექსსამუშაოსთვის თავი დამენებებინა. აი რა. მალე ჩაანაცვლეს ჩემი ოჯახი, სიყვარული და ეს ხდება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში, აბრევიატურა არის, ვიზგი შეიძლება იცოდეთ. ჩემი ხელმძღვანელობა ყოველდღე აკეთებდა რაღაცას, რომ მე გავცილიერებულიყავი და ფეხზე დამყარად დავდგარიყავი. დღესაც მუშაობ. დღესაც ჩემი ოჯახია. რა მაგარია. კი. რა ტრამები დაგიტოვა სექსმუშაკობა? ძალიან დაშინებული იყო თემი და აი 10 კაციც დაგუსმიათ თავს და ანუ
ჩხუბის დროს კი არ გაურბა, 10-ვეს როგორ თქვა, ბუმკლავდებოდი, როგორ ვერ ვახერხებდი, ვერ ხვდები, ანუ მე ვაცნობიერებდი და კუთხეში რომ მიაყენებ რაღაცას და იძულებულია რომ გადარჩეს, ხან ტვინი შერყვა მქონდა, ხან რა მქონდა გატეხილი და ხან რა, მაგრამ მე ვაცნობიერებდი და ყველგან ისმოდა უკვე სადაც ჩხუბი იყო, სადაც ვიღაცა დაუცველი იყოს, ნატა და რაღაც ბრენდივით, რაღაც ბრენდი ქალი გავხდი და ანუ სადაც ბრენდერიც მე ძალიან საყვარელი ხარ. ძალიან ისეთი რომ მეც არ მაქვს იმის პრეტენზია რომ აი მე დედოფალი ვარ და აი პირველი ვარ. ძალიან საყვარელი ხარ. ზუსტად იყო 31 მარტი, ტრანსხელფედობის დღე და არის შეხვედრა ქალთა ინიციატივის მხარდამჭერ ჯგუფშია და თქვი რომ ძალიან დიდი სანობით დავიწყებდი ამ ორგანიზაციაში მუშაობას და არც იოცნებო აქო რაღაცები გჭირდება, კემბრიჯები და ისინი რა აქ მუშაობა დაიწყო და ზუსტად ერთ თვეში დავიწყე მუშაობა, აი ქალოშენი კემბრიჯი. 3 წელი ვიმუშავე კოორდინატორად ერთ-ერთ პროექტში და 3 წლის შემდეგ დამინდა სუვედა ხელშეკრულება და საოცარი გოგო ხარ. ხო, ძალიან მიყვარს ჩემი დედის პოვნის ამბავს მოგვიყვები. შენ კი გიყვარს ამბებო, მაგრამ ამ შეკითხვაზე იქნებ გულწრფელად მიპასუხო, აი იმის გამო რომ შვილი მოუკლა დედის მხარე, ცოტა შურისძიებით არ გაგზარდა? ანუ დედაზე რამდენად კარგს გეუბნებოდა? ბებო იყო, როგორც ფშავ-ხევსურების ქალი იყო და ძალიან როგორი ალალმართალი და პირდაპირ იყო, ძალიან. მეუბნებოდა რომ ძალიან დიდი დოზით ვიყავიო დედაშენის და მამაშენის ცხოვრებაში, მე რო არ ყოფილიყავ, შეიძლება ეს არ მომხდარიყო. აი, რა საყვარელი. რო გაილანძღა დედა შეიძლება იმდენად მიყვარდა ბებო და ჩემთვის იმხელა გავლენა ქონდა ყოველთვის რომ დედა რო გაილანძღა შეიძლება არ მომეცებინა. ოღონდ მართლა გულწრფელად ვამბობ. მე და ვიცალად ჩემი მეტროში გადავადგილდებოდით და მითხრა რომ დედის პოვნა გინდაო ესე უცბად და რა ვიცი ვფიქრობ თქო. ცოტას ვადანაშაულებდი იცი დედას. ვერ ვუშვებდი როგორ უნდა წართო დედას შვილი, როგორ უნდა დათმო. ამაზე ესე ძალიან კრიტიკულად და ძალიან ესე პრინციპულად ბებოსთან არასდროს მილაპარაკე, იმიტომ რომ ისე მაწვდიდა ხოლმე რაღაცებს, რომ აი ჩიხში არ ესე შედიოდა ჩვენი ლაპარაკი. თვითოეული ცუდად ყოფნის დროს, თვითოეული თავდასხმის დროს მქონდა პროტესტი, რომ დედის გვერდით რო ყოფილიყო, ეს ამის გავლა მე არ მომიწევდა. ხო და ვუთხარი რომ კი, თქო დიდი სამნებით მოძებნით, თქო და გავართ მატარე მეტროში და მეუბნე რომ აი იქ რო კაცი დგასო დედაშენის ძმა არისო. მამა ჩემის მკვლელი. ძალიან დავიბენი, რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი. მეტროში უკრავდა ეს კაცი. და ძალიან ადვილად დასამახსოვრებელი გარეგნობა ჰქონდა. 1-2 თვე ძალიან ვნერვიულობდი, ვფიქრობდი, მივიდი, არ მივიდე და ერთ დღესაც მივედი და მეუბნები გამარჯობა თქო თქვენ ამ ადამიანის ძმა ხართ თქო და კიო და მე მისი შვილი ვარ თქო. ხო და რაღაც შეცდომა არისო, ან ბიჭი გააჩინა და გოგო რომ მივედი, რაღაც ის იყო. რაღაც არ ელოდებოდა ალბათ. ხო და მე ვთხარი მე ჩემ ნომერს დაგიტოვებს თქო ფურცელზე დავწერე. და რო უკრავდა გიტარის ჩასადებში ჩავუდე და ვუთხარი რომ დედა ჩემს მიეცი თქო და თვითონ გადაწყვეტავს თქო, შეცდომა თუ არა თქო. ეს ხდება 1 თებერვალს. და 14 თებერვალს დამერეკა დედა ჩემო და გამარჯობათ გისმენთ თქო და მე დედა შენი ვარო და ძალიან დავიბენი და დაიწყო ტირილი და ვუთხარი მე დამშვიდდი თქო ნუ ნერვულობთ ქალბატონი თქო და ქალბატონი არა დედა შენი ვარო და დედა დამიძახეო და ძალიან ვინერვიულა ვერ აღვქვავდი დედას რამდენიმე წელი მიჭირდა კიდევაც ანუ ზოგჯერ აი სიტყვებს ვაკონტროლებდი რომ ხშირად ჩავდიოდი აი საოცარი მომინაცვალი მყავდა რაჭაში საოცარი მომინაცვალი მყავდა მიგიღო პრობლემა აი უფრო მეტად ვიტყვი მგონა რომ დაიღუპა მეგონა რომ დედაზე მეტად ვუყვარდი ოღონდ მართლა კაი რა ძალიან ყურადღებიანი და ძალიან თბილი კაცი იყო დედა რო გონდა გავგეროთ ძმა მყავდა დღეში 1 მილიონის არის განმახორციელებული ყველას გავაგებინე რატო ურეკავდი არ ვიცი თითქმის 4 წელი არ მქონდა ურთიერთობა 5 ხა და ჩემ დასაყოლა პატარა და მომწერა რომ ფოტოები ჩამყარა და დეიდა გახდიო გილოცაო ხო და
პაუზის დამთავრების დროა. მე რა ჩემ დაძმას ესე ძალიან ხშირად ველაპარაკობ და დედასთან რამდენიმე თვე ძალიან მიჭირდა და შვენიერ დღეს დილით შევედი Facebook-ზე და კომენტარი მხვდება რომ ჩემი ლამაზი შვილი. მიწერე რომ როგორ ხარ დედი თქო და ვაიმე კარგათო ძალიან ნერვიულობ დედიო როგორ შეცვლი ხარ და როგორ დამსგავსები ხარო. პირველად მაშინ არ მქონდა პროტესტი რომ მითხრა როგორ გავხარო. სხვადასხვა ჰორმონული ბებია გინდოდა ხო? მაინც რაღაცა პრობლემა რომ მაქვს ხოლმე. ვერ მივდივარ ვერც დედასთან, ვერც დასთან. ჩემთან ჩემი ყველაზე დიდი იმედი. თემი. ესმის. დღეს როგორ გონია თქვენი გარემო, თქვენი სივრცე, თქვენი უსაფრთხოება ოდნავ მაინც შეცვლილია პოზიტივისგან? წინა წლებთან შედარებით კი. ოდნავ მაინც გონია. ძალიან ბევრი ნაბიჯით. სადაც გამოვიყურები ქუჩაში შემოზაღმა კაცის ხმაზე თუ არ დავაყვირე. ცუცი კოვეცახი ცუცა დავიხრა და ყველა იყურება. ანუ ან ვერ ხვდებიან, ან რაღაცას ძალიან სადაც რო დავდივარ მაგით. ბედნიერი ხარ? ძალიან ეხლა ხომ ეტაპზე ხო. ეტყობა. შენი ბედნიერება რისკენ შედგება? თავი კომპონენტი რა არის? რაც არ გინდა გაგიკვირდეთ, ჩემი ძაღლი და კატა ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები არიან. დრო იცნობდეთ მიხვდებით. ცუცა ძაღლი ყავს, კატა ყავს, შეყვარებული ყავს. კი. მეგობრები ყავს. ძალიან დედას უყვარ ხარ ისეთი როგორიც ხარ და მიღებული ხარ. და-ძმებს უყვარ ხარ ისეთი როგორიც ხარ და ძმას და მიღებული ხარ ბოლომდე. სამსახურები გაქვს, შენი შემოსავალი გაქვს. ბედნიერი ხარ. ყველაფერი გაქვს. ხო. რა მაგარია. ხო.